4 ოქტომბერი სამწუხაროდ იყო პოლიტიკური უპასუხისმგებლობის და ავანტიურის გამოხატულება და ჩვენ ეს შევაფასეთ ასეთად. მე მივესალმები პირველ რიგში ასობით 1000 მოქალაქეს, რომელიც გამოვიდა აქციაზე, მათ შორის ჩემი ძალიან ძვირფასი ადამიანები, ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახის წევრები, უბრალოდ კარგი პატრიოტები, მათ მივესალმები. ჩვენ ერთობლივი ძალა უნდა ვარჩიოთ მუდმივად, ეს პროტესტი გრძელდება, ასად არ წასულა და არ სწავა, მაგრამ ის რაც განვითარდა კონკრეტულად ათონელზე, ეს იყო პოლიტიკური უპასუხისმგებლობის პიკი, პირდაპირ ვიტყვი და პოლიტიკური ავანტიურის გამოხატულება, რაც ჩვენ შევაფასეთ აი ამ სიტყვით სწორედ მათ შორის პარტიის ოფიციალურ განცხადებაში. ნახეთ, პრობლემა არის იმაში უპირველეს ყოვლისა, რომ იმ ვითარებაში, რაში ჩვენ ვართ, როდესაც ყველა ჩვენს ნაბიჯს ავტოკრატიული რეჟიმი იყენებს ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ გვართებს ძალიან დიდი სიფრთხილე ამ ნაბიჯების გადადგმისას. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ჩამოყალიბებული იმას, რომ რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ, რა მიზნით ვაკეთებთ და რა საერთო მიზანს ვემსახურებით ამით. ერთი დიდი შეცდომა, ძალიან დიდი შეცდომა და ამას მე ბევრჯერ გავიმეორებ, რაც ჩვენ 4 ოქტომბერს ნახეთ, ეს იყო ბოიკოტი. ბოიკოტი არ მუშაობს. ბოიკოტი მსოფლიო პრაქტიკა რო ავიღოთ, მხოლოდ შემთხვევათა 4%-ში ამართლებს ხოლმე გლობალური პრეცედენტი რომ ავიღოთ და ჩვენ აქაც ნახეთ, რომ რა შედეგი მოხდა ბოიკოტმა. პირველი 20%-იან მერს გავატანეთ ქალაქი, დედაქალაქი, ხო? 20%-იან კორუმპირებულ არარაობას გავატანეთ პოლიტიკური დედაქალაქი. გავატანეთ მილიარდზე მეტი ბიუჯეტი. ჩვენ ქართულ ოცნებას, ჩვენ არა, მაგრამ ჯამში ოპოზიციამ საკუთარი არასწორი გადაწყვეტილებით 5 დიდი ქალაქი აჩუქა რუსულ რეჟიმს. მას შესაძლოა შეიძლებოდა ამ ქალაქების წაღება და ნამდვილად შეიძლება თბილისის წაღება და სტატისტიკა მოწმობს ამას, ხო, მათემატიკურ ფაქტებთან, ხო, ვერაფერს როგორ გახდებიან. კახი კალაძე რეალურად მიიღებდა 37%-ს და არა 71%-ს იმ შემთხვევაში თუ ბოიკოტი არ შედგებოდა და იმ შემთხვევაში თუ რეალურად ოპოზიციური ძალები გამოვიდოდნენ არჩევნებზე. ის ხმები, რომელიც მან მიიღო წელს, იყო 45%. წარმოიდგინეთ, ხო? გასულ წელს და წელს არის 71%. რას ნიშნავს ეს? რომ ის ოპოზიციური ძალები, რომელიც არ გამოვიდნენ, რეალურად სამწუხაროდ მოემსახურნენ რეჟიმის ინტერესებს. აი, რასაც სამითვე ვეუბნებოდით, რომ მოხდებოდა სამწუხაროდ, მოხდა ეგ. ამიტომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ძალიან მკაფიოდ დასანახი და ასაღები. მათ შორის იმაზე, რომ ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და დღეს ისევ ამ ქალაქს მართავს ეს კორუმპირებული რუსი მერი. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენთ, მეგობრებო, ძალიან ხშირად. 3 თვის განმავლობაში რო არ პასუხობდით, კი არნიშნავს, რომ არ ვისმენთ. ძალიან ხშირად ვისმენთ, რომ თურმე არჩევნებში გასვლას მოყვებოდა რეჟიმის ლეგიტიმაცია და ვითარების ნორმალიზება. აი ახლა მინდა ვუთხრა და ვკითხო თითოეულ ოპოზიციურ ლიდერს, თითოეულ კოლეგას, გამომძანდა და თქვა, მოხდა რეჟიმის ლეგიტიმაცია? არ მომხდარა. მოხდა ვითარების ნორმალიზება? არ მომხდარა. სამწუხაროდ თქვენ ატყუებდით ადამიანებს საკუთარი პარტიულ პოლიტიკური მიზნების გატარების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი. და სამი თვე რომ ლაპარაკობდი, არანაირი ლეგიტიმაცია არ მოხდება. და ვინ და მე ვიცი ეს ძალიან კარგად, იმიტომ მე მუშაობ მაგუცხელ პარტნიორებთან, მათ შორის, ხო, კოლეგებთან ერთად. ჩვენგან მე მუშაობ სხვა რამდენიმე კოლეგასთან ერთად, ხო? მე ძალიან კარგად ვიცოდი, არანაირი ლეგიტიმაცია არ მოხდებოდა. კითხულობ, მოხდა? აი, ამდენი ჟურნალისტი, ამდენი პოლიტიკოსი, ამდენი აქტივისტი ყველა ამბობდა, რომ რეჟიმის ლეგიტიმაციას ეწყობა ხელი. ვითარების ნორმალიზება არის, რაც მოხდა? 35 კაცი დაიჭირეს გუშინ წინ, ნორმალიზება არის? ნორმალიზდა რამე? არა. და ნახეთ, აი ამ არასწორი რიტორიკას, აი ამ სიცრუის კორიანტელს, რაშიც ვიყავით 3 თვე და არ პასუხობდით საერთო მიზნების და ინტერესების გამო. არ პასუხობდით. და ეს ფრაზა მithქვამს ძალიან ბევრჯერ, რომ არ ვუპასუხებ ამა თუ იმ კოლეგის მიერ ნათქვამ რაღაცა წარმოუდგენელ რაღაცას, იმიტომ რომ ფართო ბრძოლას ვუყურებ, იმიტომ რომ ჩემ წყვის მიღმა მინდა გავიხედო და რაღაც დიდი მინდა დავინახო. აი ახლა გავიდა ეს ფაზა და მეკითხები, გამობძანე და თქვენს ყველას გთხოვთ ჟურნალისტებს. დღეს უკვე გთხოვე ერთ სხვა არხზე. ყველას ვთხოვ, აი ეს კითხვა ძალიან გთხოვთ, დაიცვა საჯარო დებატში. მოხდა ლეგიტიმაცია? არა. მოხდა ვითარების სტაბილიზება? არა. გავატანეთ ეს ქალაქი, რომელშიც 70% ვართ, მეგობრებო. გავატანეთ 20%-იან კორუმპირებულ კაცს? კი. ძალიან ცუდი ამბავი დაგვემართა? კი. რას ვამბობდით სხვას? 3 თვის განმავლობაში? არაფერს. გამარჯობა.
აი ამაშია პრობლემა. და ეგება ეხლა მაინც გავახსოვთ. თუმცა გრიგოლ, მაშინ იმასაც კი მესმის ლეგიტიმაცია თვითმმართველობის არჩევნებში თქვენი მონაწილეობით ვერც მოხერხდებოდა რომ ამ არჩევნებში მონაწილეობით მიიღო ქართულ ოცნებას, მაგრამ მეორე მხრივ ეს ამ სამ თვეში რა ცუდია. იქამდე არისმოდა არასდროს ვერ მოხერხდებოდა. მე გეთანხმებით, მაგრამ არასდროს არისმოდა ვერ მოხერხდებოდა. არასდროს არისმოდა ეს. ისმოდა რომ ჩემი დამოკიდებულება თუ გაინტერესებს ჩემს კითხვებში ეს ხშირად გაჟღერებულა. საერთოდ ვამბობ. კი ბატონო, მაგრამ სხვა რაღაცას საერთოდ ვამბობ. ვკითხულობ გრიგოლ, აი მეორე მხრივ ასევე მოხდა თბილისის გამოგლეჯვა მაშინ ესე რომ დამსვათ კითხვა იყო მეორე ტური დაამარცხეთ კახაკალაძე აჩვენეთ მაშინ საუკეთესო შედეგი არა მარტო თბილისში თუნდაც რეგიონებშიც ხომ ამაზეც ვისაუბროთ თქვენს ნაწილზე ვისაუბროთ იმათ თავისი ეყოფათ 4 ოქტომბრის ორგანიზატორებსაც და მომხრეებსაც ხომ იმ დღის ხო აქვე ვიტყვი კარგი მომაგონეთ პირველ რიგში ჩემი სოლიდარობა მათ შორის კი ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს მე არ ვიცი რა მოხდა გულწრფელად არ ვიცი როგორც არავინ არ იცის საერთოდ არ ვიცი რა მოხდა წარმოუდგენელი ჩემთვისაც მოხდა ძალიან მძიმე შეცდომა იქნა დაშვებული 30-ზე მეტი ადამიანი არის ახლა პატიმრობაში მათ შორის ადამიანები დღესაც ახსენებთ ახლა პაატა მანჯგალაძესო წარმოვიდგენ პატიმრობაში რა სიგიჟეა ხალხო ხო წარმოგიდგენიათ აი სხვებზე არ ვამბობ ახლა ყველას არ ვიცი თანაბრად აი მანჯგალაძეზე ვფიქრობ მაგალითისთვის ხო ეს ერთი მაგალითი თორე სიგიჟე ჩემთვის ყველა სხვის პატიმრობაც არის ვინც პოლიტპატიმარია მაგრამ აი პაატასო წარმოვიდგენ პატიმრობაში დღეს აი ამ აბსურდული მუხლით რაღაცა გადატრიალებაზე წარმოიდგეთ სად ცხოვრობთ პაატა მანჯგალაძე თუნდაც რევოლუციას აწყობდა აი გულის ტკივილი მიპყრობს პირველ რიგში მაგრამ შეცდომა დავუშვით მეგობრებო ძალიან მძიმე შეცდომა დავუშვით შეცდომა იყო არ გასვლაც არჩევნებზე და შეცდომა იყო ის კონკრეტული ფორმაც განვითარებისა რაც შეიძინა აქციის ნაწილმა თორე ვიმეორებ იმ აქციაზე მე აქედან დავიწყე 100,000 ადამიანი იყო იმ აქციაზე მათმა დიდმა უმრავლესობას საერთოდ არ იცოდა იქ რა ხდებოდა ათონელზე კონკრეტულად ეს აქციაზე საუბარი ამიტომ და გაიმიჯროს ხო ხა რამდენი ადამიანმა ეს ზომა მიიღო იქ რაღაც გეგმა იყო თუ არ იყო თუ ჩავარდა თუ არ ვიცი ღმერთმა უწყის მე არ ვიცი ნამდვილად და თვითონ ერთ-ერთმა ნაცნობ მოძრაობამ არ იცის და აგერ სახში იყვნენ ლიდერები უკვე წასული და სხვებიც სახში ეგონათ მოვისმინეთ ხო აი ორი კაცი დაიჭიეს ორი კინკილო კაციშვილი არ იყო მათივე პარტიიდან რომელიც პოლიციაბჭომაც როგორც ჩანს კენჭი უყარავს სხვადასხვა გეგმებს აი ესეც კითხა მე რა უნდა ვიცოდე ენემის პოლიციაბჭომას მე არაფერი არ ვიცოდი მაგრამ კენჭი უყარავს თან თურმე რაღაცებს იქ ხო აი ეს არის ძალიან მძიმე ამბავი ჩემთვის ძალიან მძიმე ამბავი ხო და აქეთ ხარ ეს ჩვენ მე ამაზეც გულწრფელად ვლაპარაკობ რა თქმა უნდა ვერ მოხდა ისაც გვინდოდა და იმიტომ ვერ მოხდა რომ 70% მობილიზების მაგიერ რაც ყველას ერთად უნდა გვექნა აბსოლუტურად ყველას სალომე ზურაბიშვილი უნდა დამდგარიყო მერობის კანდიდატად რისი პირველადი სურვილით კონსტიტუციაში ინტერესი განხილვის როგორც ჩანს გალბატონ სალომეს ჰქონდა მაგრამ აი ფორმატმა რაღაცა რვიანი თუ 25-იანი თუ რაც არის ხო ჯენჯებს გავგებარია რვიანი რატო ერქვა ამასოდეს მივტიქ ხო კაი არ შევალ ამაში არ მინდა რომ რაღაცა კოლეგებმა ცუდად აღიქვან ხო მაგრამ 8 ხო კაი იყოს 8 კი ბატონო იყოს 8 თუ გინდა 70 იყოს კი ბატონო გრიგოლ ამ რვიანმა რა შედეგი მოგცა უკაცრავად გრიგოლ ერთი წამით რაღაცას დავაზუსტებ ანუ შედეგი მოგცა თქვენ და მათ შორის გეტყვით რა ძალიან თქო ვიტყვი აი ნახეთ სალომე ზურაბიშვილი უნდა ყოფილიყო მერობის კანდიდატი ჩვენ ყველანი მთელი პოლიტ სპექტრი ყველანი დიდი და პატარა უნდა ყოფილიყავით კანდიდატები უნდა მიგვეცა თავად ზურაბიშვილთან გისაუბრიათ ამაზე გრიგოლ თავად ზურაბიშვილთან გისაუბრიათ ამაზე თავად ზურაბიშვილი იყო თანახმა რომ დაუშვათ ის ყოფილიყო მერობის საერთო კანდიდატი იცით რატომ ვკითხულობ იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი მე გამეხარდება ქალბატონ სალომეს ვკითხავთ ამას არა სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად გითხავ, როდესაც მომეცემა ამის საშუალება, მაგრამ ეხლა რადგან თქვენთან მაქვს ინტერვიუს საშუალება და თქვენ დაიწყეთ ამაზე საუბარი, ვაზუსტებ, იმიტომ რომ ზურაბიშვილი რაღაცა პირველივე დღიდან ბოიკოტის მომხრედ პოზიციონირებს, ხო და აი საჯარო მისი საჯარო ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი, მე მისი განცხადებები რომ იცით რატომ, იმიტომ რომ 4 ოქტომბერსაც მე სალომე ზურაბიშვილის ჩვენ საარჩევნო უბანზე არ გვინახავს, ნახეთ აქციაზე
გასული. ამიტომ ვკითხულობ, ანუ თავად სალომე ზურაბიშვილთან ქონიათ თქვენ ამაზე? ძალიან არ გვინახავს. გრიგოლ, დამასრულებინე, ძალიან გთხოვ, დამასრულებინე რა თქმა გკითხულობ. თვითონ სალომე ზურაბიშვილთან გისაუბრიათ ამაზე და მისი პოზიცია როგორ იყო? მაშინ თუ რაღაცა ვიწყებთ სიმართლის საუბრის კამპანიას, ბოლომდე ვიყოთ გახსნილები და გულწრფელები, ნამდვილად იმსახურებს, მე მგონი საზოგადოება მინიმუმ 4 ოქტომბრის მერე მაინც რომ აღარ იყვნენ რაღაცა მოტყუებულები შეიძლება ცუდი სიტყვა, მაგრამ აი რომ იცოდნენ ყველაფერი რა ხდება საჯაროობის მიღმა და საჯაროობას ისედაც ხედავენ ისინი. დიახ, გეთანხმებით აბსოლუტურად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი, ვინ-ვინაც ჩვენი საზოგადოება იმსახურებს, ყველა იმ ბრძოლის მერე, რაც მას გაუვლია და მათ შორის ახლა ბოლო წლებში რომ იცოდეს ყველაფერი. მე გეტყვით მარტივად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილი, მე არ მქონია არანაირი საუბარი სალომე ზურაბიშვილთან ამ საკითხზე, ამ ბოლო თვეებში, ერთ-ერთი საუბარი მასთან მქონდა საგარეო საკითხებზე რამდენჯერმე თვეების წინ, მე არანაირი საუბარი არ მქონია ამ კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ მე ვიცი ძალიან კარგად, ძალიან ზუსტად ეს ვიცის ბევრმა ადამიანმა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა ამ შეხვედრებს, განიხილებოდა, ეს ბათრი ჯაფარიძემაც ისაუბრა ხო რეაქციაში რამდენიმე დღის წინ, განიხილებოდა ეს იდეა და ინიციატივა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო თბილისის მერი. მე პირადად მივიჩნევ და ვთვლი იმ ფაქტებით და ინფორმაციით, რასაც მე ვფლობ და ეს საკმაოდ ბევრი ინფორმაცია, რომ ქალბატონ სალომეს ჰქონდა გარკვეული ინტერესი და სრულმცირე განხილვის რეჟიმში იმყოფებოდა. ანუ ამ იდეას ის თლიანად ჩემი რწმენით და ჩემი თვალსაჩინარიდან არ გამორიცხავდა. საინტერესო მისი პოზიცია ამაზე, რა თქმა უნდა, ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესოა, მაგრამ ის არ გამორიცხავდა ხელახებით ამ იდეას იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია დადგებოდა ერთად. ამიტომ მთელი პასუხისგებლობა იმაზე, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი მოდელი და სალომე ზურაბიშვილი არ იყო მერობის კანდიდატი. ეკისრება იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ჩემთვის და ეს უნდა თქვა ღიად და პირდაპირ, ვინც ხელი შეუშალა ამას. და ძალიან საინტერესო მოდელები შევა ყოფილიყო. მაგალითად, ქალბატონი სალომე მერობის კანდიდატად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სხვადასხვა მაჟორიტარულ კანდიდატებად, მაჟორიტარობის კანდიდატებად და შემდეგ უკვე პროპორციულ სიაში აქტივისტები, საზოგადოების წარმომადგენლები და სხვები. რომ ხაზი გაგვესვა, რომ ეს კეთდება იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ ერთი, დავიბრუნოთ ეს ქალაქი ორი და საკრებულში შევიყვანოთ ის ხალხი, ვინც წარმოადგენს პროტესტს და საზოგადოებას. ეს არ იქნებოდა სწორი მოდელი, ვკითხულობ. რა თქმა უნდა იქნებოდა. რა თქმა უნდა გავიმარჯვებდით. როგორ შეიძლება რომ შეგეძლოს ეს გააკეთოს 70%-იან ქალაქში ოპოზიციას გულისხმობ. და აი ვიგინდა რა 20%-იან კორუმპირებულ, გაფუჭებულ კაცს, რომელიც ყოველდღიურად გესხმით თავს ყველა ქართველს, მათ შორის ქოთს, თქვენს ეროვნულ ინტერესს, დასავლელ ლიდერებს და რომელიც უტიფარია, უბრალოდ ქოცებსაც კი არ უყვართ ხალხო. ქოჩებსაც კი არ უყვართ ეს 20% არის არარაობა. და აი მაგას გავატანეთ ქალაქი. და კიდევ ვიღაცას უნდა რა გონორით ლაპარაკოს. მართლა სინდისი სად არის? კი ბატონ გრიგოლ. აღიარონ შეცდომა და აიღონ პასუხისგებლობა მათ შორის იმაზე, რასაც ეუბნებოდნენ ჩვენ საზოგადოებას, რომ რეჟიმის ლეგიტიმაცია მოხდებოდა. თქვენ მკითხეთ, ვერ გამოგლიჩეთო, ხო? იმიტომ რომ ადამიანებს შთააგონეს ყველა არხით, ყველა საშუალებით, რომ რეჟიმის ლეგიტიმაცია მოხდებოდა მიხვალთო. მოხდა ლეგიტიმაცია? არა. ბევრი ამომრჩეველი მივიდა მაინც ჯამში. 100,000 იქიდან შენ მოგწვა ხმა. რამე ლეგიტიმაცია მოხდა? არა. რამე ნორმალიზება მოხდა? არა. ამ შეგვეძლო ხო რომ პარალელურად დაგვებრუნებინა უფრო ეფექტურად ის რაც არის ჩვენი და მე თუ რა ვიცი 2 კვირა დამთავრდა კამპანია სამწუხაროდ ძიმე ამბავი გავიარე შუაში ოჯახის წევრი დავკარგე ძალიან ძვირფასი ადამიანი მამა და ძალიან ცოტა ხანი დამჭა კამპანიისთვის მუხიანში მაგრამ შევძელე 13.2% ავიღე შევძელი რატო იმიტომ რომ ადამიანებს უნდათ მოსვლა არჩევნებზე და ჰქონდათ რწმენა და მეტიც ისეთ შემთხვევასაც გეტყვით, გამოჩნდა ეგეთ შემთხვევები. ვიღაცას პროპორციულ სიაში ქართული ოცნება ქონდა შემოხაზული, მაგრამ მაჟორიტარად მე უფრო მოვეწონე. ეხლა ოპოზიცია რო ერთად ყოფილიყავით, არ გადავტეხავდით? გადავტეხავდით. ამიტომ არავინ არ მითხრას. ძალიან ხო, არავინ არ მითხრას, რომ არ შეგვეძლო მოგება, დაიწერდნენ, წინა წელს რატო ვერ დაიწერეს? ხო? რა არ გააყალბეს წინა წელს არჩევნები? როგორ არ გააყალბეს? ვერ იწერება ამ ხელა განსხვავება რო არის, ვერ იწერება და ეგებ ახლა მაინც გაკვეთილები გამოვიტანოთ აქედან და დავინახოთ რომ შევწდით. არ არის პრობლემა, შევწდით. თავარია ახლა გავიდეთ ფონს და უკეთესი რაღაცები გავაკეთოთ ერთად. ახლა როგორ ხედავთ? ეხლა სად ხედავთ? მაშინ გრიგოლს ასე დავსვამ კითხვას. სივრცე სადაც შესაძლებელი იქნება
ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრება და რატო ვსვამ ამ კითხვას? არჩევნებში მონაწილეობამ არ ვიცი, შეიძლება მართალი ხართ და ყველა ერთად რო გასულიყავით საერთო კანდიდატით, უფრო სხვანაირი 4 ოქტომბერი ყოფილიყო ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო რამდენიმე დღის წინ, არ ვიცი. მაგრამ აი ეხა ასეთ მოცემულობაში, როდესაც ვერც რევოლუციამ ვერ დადო შედეგი და ვერც არჩევნებმა ვერ დადო შედეგი და გაირკვა რომ რევოლუციითაც ვერ ხდება ამ ადამიანის დამარცხება ივანიშვილს გულისხმობ და ვერც არჩევნების გზითაც არც თუ ისე მარტივია, სად ხედავთ მაშინ აი რა გზას და რა სივრცეს ხედავთ იმისთვის რომ ივანიშვილი დამარცხდეს აი 2028 წლამდე მაინც როდის უწევს ხომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები მინიმუმ 2028 ხო? აი როგორ სიმბოლურია და მრავლისმხრივი რომ რევოლუციის იდეასაც და ფენომენსაც აი უაზრო სრულიად დაუგეგმავი გაუთვლელი ნაბიჯებით რაც მე ვიცი არ ვიცი შეიძლება რაღაც პარტლა გეგმა ქონდა და ის ჩაუვარდათ ღმერთმა უწყის არ ვიცი როგორ ჩასი ხუთმა კაცმა იცოდა ხო ამით ნახეთ რევოლუციის იდეის დისკრედიტებაც კი მოხდა ხო აქეთ არჩევნების იდეის დისკრედიტება მოახდინეს და ამას ვამბობდით რომ არჩევნების როგორც ინსტრუმენტის დისკრედიტება არ შეიძლება კი, ვიცით როგორ ყალბდება, რა თქმა უნდა ვიცით, წინასწარ ვამბობდით, გაყალბდა, რა საკვირველია, ქოცი არის, ქოცი, ყოველთვის იქნება ქოცი, მაგრამ ნახეთ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის ფუნდამენტური შეცდომა, რაც არის ყველა გზის დაწვა, ჩვენ ბევრი ინსტრუმენტით ბრძოლა შეგვეძლოს და ჩვენ ძლიერმა საქართველოს ამ შემთხვევაში გავაკეთეთ სწორედ ეს. აი, სინკრეტული მიდგომა, რასაც ქვია, ხო, სინთეზირებული მიდგომა, რომელშიც იბრძვი ერთი მექანიზმითაც, მეორეთიც და მესამეთიც. უნდა იბრძოლო ყველა მექანიზმით. მე ამის ვწამდა ყოველთვის წინაწლებშიც და ამის ვწამს ახლაც. ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა, კი რთულია, არავის არ ეხალისება. ნამდვილად ჯობია, რომ რუსების და ქოცების გარეშე ცხოვრობდეთ ერთიან თავისუფალ ლამაზ ქართულ სახელმწიფოში, ყველას ეგვინდა, ამაში ეჭვმეპარება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამას ჭირდება სისტემატიური აი sustain რასაც ქვია ხო მეთოდური რაციონალური მშვიდობიანი ტაქტიკა არაფერი სხვა ასეთი რეჟიმის წევრად არ მუშაობს ჩვენ გვჭირდება ერთიანი რაციონალური მშვიდობიანი ბრძოლის ხერხი ამ წლების გაგრძელება პროტესტის გაგრძელება საერთაშორისო ზეწოლის გაგრძელება და ჩვენ აუცილებლად გავალთ დადებით ფინიშში არა ოპოზიციისთვის ან ჩემთვის ან ვინმესთვის არამედ ქართველი ერისთვის ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული მაგრამ შეცდომები გზად უნდა დაუშვათ მინიმალურად ამაშიც ვარ დარწმუნებული იმიტომ თითოეულ შეცდომას ავტოკრატიაში აქვს ბევრად უფრო დიდი ფასი ვიდრე აქვს დემოკრატიაში და ნორმალურ ვითარებაში